მოკლედ ერთ-ერთი რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო არის, რომ მართლა დიდი სივრცის შეგრძნება რა და ამ კვადრატულობაში რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ, იშვიათად ხდება ესეთი სივრცეები. ძალიან საჭიროა ეს ოთახი, სადაც საშრობი და სამრეცხაოა, ეს არის ჩემი ტკივილი, მე საშრობს ვერ ვატევ და არ ვიცი, მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი არის დღეს რაც უნდა კონდეს ადამიანს. აქეთ კი ვიტყვი იმას, რომ აი ესეთი ელემენტარული რაღაცეები, მაგალითად აქ რო იყოს ნაგვისურნა, იგივე აქ რო არ იყოს დანაწევრებული და შეგვიძლია მალური უჯრა რო გავაკეთოთ, ნელი დახურვის მექანიზმით რო უნდა იყოს ყველაფერი და ასევე ცალკე რო უნდა გქონდეს, არ ვიცი ამ უჯრას საზეთეს რატო ეძახიან, მაგრამ საზეთე ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და აი თუნდაც აქაც და ასევე აი მაცივარს რო გამოვხსნით, ხშირად გვხვდება ხოლმე რაღაცნაირად უცნაურად რა სივრცე და აქ ძალიან კარგად არის გაკეთებული, ანუ სიმეტრიულადაც ჩდება და პლუს სათავსოდაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. Ну, ის რომ შუქი ბევრნაირად შეგვიძლია თავანთოთ შავაქროთ და ზოგადად აქაც ამ სამივე ნათება გვაქვს როგორც ნეიტრალური ცივი და თბილი. ესეც დადებითია, საბოლოო ჯამში მაინც იმას ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე სახში რაც არის ის, რომ სინათლეა რა, მზეა, თან ოღონდ არ არის შემაწუხებელი. გამომახვილებ ლამინატზე ყურადღებას 33 კლასია 12 სანტიმეტრიანი გერმანული ლამინატი და ყველა ოთახს აქვს თავისი ბუნებრივი განათება. ანუ კუთხის ბინა არის ესე გამოდის, იმიტომ რომ ვიყურებით მეორე მხარესაც და იმ სადინებელს აქვს თავისი ფრანგული აივანი. ეხლა აქაც ნახოთ, აქაც დიდი ადგილია, მოკლედ, ცოტა რაღაცა კიდე შეგვიძლია რომ ავითვისოთ მაგალითად იმ ნაწილში და აქაც ისეთია რა, სივიწროვე ნამდვილად არ არის. ჩაშენებული მექანიზმები ხელს უწყობს, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი პერიოდი ძალიან მთელი ამბავი იყო ატახი, რომ ეს სრულიად უსაფრთხოა. ასევე ტროპიკულ დუშს ეძახიან ეს მექანიზმებით, ყველაფერი არის ჩაშენებული, იბერგრიფის არის სამეული და ესეც უჟანგავია და ძალიან მნიშვნელოვანია და გამოყენებული არის ასევე მარმარილოს ფირფიტა. მოკლედ, ესეც მომწონს. კარგი ბინაა რა. ვერაფერს ვერ ვეტყვით, ისეთ სართულიც სრული მესამე სართული, ანუ სრული საცხოვრებელი მესამე სართულია, არ ითვლება პარკინგი და ქვედა სივრცეები და ნორმალურია რა, ყველაფერი აბსოლუტურად არის ამ ბინაში ჩემთვის მისაღები. Ну, ერთადერთი ის მომენტი არის, რომ იმ ადამიანს, რომელიც ამ ბინას შეიძენს, ოქროსფერი ფერი უნდა უყარდეს. მე ეხა იცით, რომ არ ვგიჟდები მაინც და მაინც ოქროსფერ დეტალებზე, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც სხვანაირ ელფერს აძლევს.